სულ გათვალისწინებულია 16000 საცხოვრებელი სახლისა და ბინის შენობა. უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა აქედან 60%-იც რომ მივიღონ, ეს ნიშნავს, რომ მათზე სულ 9600 ბინა გაიყიდება. როცა გასული 4 წლის განმავლობაში უცხოელებმა საქართველოში 60000-ზე მეტი ბინა შეიძინეს. ამას კი საქართველოსთვის არავითარი დემოგრაფიული პრობლემა არ შეუქმნია და არ შექმნეს. ამ მარტივი სტატისტიკიდანაც კი ჩანს, თუ რამდენად ყალბია განცხადებები მასთან დაკავშირებით, რომ იგელთელსის პროექტი საქართველოს დემოგრაფიულ პრობლემებს შეუქმნის. აქ უნდა ითქვას, რომ უცხო მკვლელებს არ მიენიჭება არავითარი სპეციალური შეღავათები საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების თვალსაზრისით. იგელთელსის ხელმძღვანელის განცხადება იმის შესახებ, რომ ის ბინების 60%-ის გაღება საერთაშორისო მკვლელებზე ვარაუდობს, ეფუძნება იმ გარემოებას, რომ კომპანიას აქვს კარგად დაწყობილი გაყიდვების ქსელი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. თუმცა საქართველოს ეკონომიკის სწრაფი ზრდისა და იმის გათვალისწინებით, რომ იგელთელსის საფასო პოლიტიკა არა მხოლოდ მაღალი, არამედ საშუალო სეგმენტის ქართულ მკვლელსაც მისცემს სახლის ან ბინის შეძენის შესაძლებლობას, ჩვენი საფუძვლიანი ვარაუდით ქართული მკვლელების რაოდენობა 50%-ს ბევრად გადააჭარბებს. მეორე, კამპანიის ინიციატორები აცხადებენ, რომ ხელისუფლება ქართულ მიწას უცხოდომილებს გადასცემს. როგორც მოგეხსენებათ, სწორედ ქართული ოცნების ხელისუფლებამ მიიღო საკონსტიტუციო შესწორება, რომელიც უცხოელებზე და უცხო კომპანიებზე ქართული სასოფლო-სამეურნეო მიწის გასხვესებას გრძელავს. გარდა ამისა, საქართველო არის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის კუთხით. რაც შეეხება კრწანისისა და გონიოს მიწის ნაკვეთებს, რომელთა საერთო მოცულობა 850 ჰექტარია. პროექტით გათვალისწინებულია მათი გამოყენება მხოლოდ დეველოპერული მიზნებისთვის და მიწის ნაკვეთების თანამესაკუთრედ სახელმწიფო რჩება. შესაბამისად, არავითარი ქართული მიწა